პაკისტანში მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ბანუს რაიონში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი პოლიციის განყოფილებაში აჯახა. ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის რაფი ულაჰის ინფორმაციით, თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. დოქტორი ნაკიბულა, მისი მეუღლე და 3 შვილი თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. პოლიციის განყოფილების მიმდებარე შენობაც ძლიერ დაზიანდა. განადგურდა ოთახები, სახურავები, კარები და კედლები. დაზიანდა ჩემი ოფისიც, რომელიც ამ ადგილიდან ახლოს მდებარეობს. ტერორისტული თავდასხმის შედეგად ჩვენს საავადმყოფოში 19 დაშავებული და 5 გარდაცვლილი გადმოიყვანეს. დაშავებულების დახმარება გადაუდებელ განყოფილებაში აღმოუჩინეს. პაკისტანი ხშირად ადანაშაულებს ავღანეთს იმაში, რომ თავში საფარს აძლევს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც პაკისტანში თავდასხმებს უწევენ ორგანიზებას. ავღანეთის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არავის აუღია.